რეაბილიტირებული სარწყავის სისტემა და მოგვარებული პრობლემა სოფლის მეურნეობაში კახეთში ლაკბის წყალსაცავი გაიხსნა. სარწყავი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების შედეგად 1500-მდე ჰექტარზე გავრცელებულ სასოფლო სამეურნეო მიწას წყალი უწყოდ რეჟიმში მიეწოდება. პროექტი რამდენიმე მილიონი ლარის ინვესტიციით განხორციელდა. დეტალები ჩვენ სიუჟეტში. კახელ ფერმერებს 1465 ჰექტარ სასოფლო სამეურნეო მიწის ფართობის მორწყვა უკვე უპრობლემოდ შეეძლებათ. სოფელ ლაკბეში ახალ წყალსაცავს რეაბილიტაცია ჩაუტარდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ წელს უხმოსავალს ელოდებიან და წყლის დამატებითი რეზერვის შედეგად გვალვა პრობლემას უკვე აღარ შექმნის. სარწყავი წყლის მიწოდების გარდა სრულად გაიწმინდა და რეაბილიტირდა არხებიც. წყალი დიდი მნიშვნელობა აქვს იმით, რომ თუ მორწყავთ მოსავალ მივიღებთ უმაღლეს მოსავალს გექტარზე მოყვა დაახლოებით 20-25 ტონა თუ მორწყავთ, თუ ვერ მორწყავთ 10-15 ტონა. ლაკბის წყალსაცავით გურჯაანის მუნიციპალიტეტი მარაგდება. მასში წყლის რაოდენობა 1.800.000 კუბია. ადგილობრივ ხელისუფლებაში ამბობენ, რომ გურჯაანი აგრარული მუნიციპალიტეტია და შესაბამისად სარწყავი სისტემების მოწესრიგება ძალიან მნიშვნელოვანია. მოგეხსენებათ, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტი არის აგრარული მუნიციპალიტეტი და შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანია სარწყავი სისტემების მოწესრიგება. რაც შეეხება ლაკბის წყალსაცავს, ეს წყალსაცავი შექმნის დაბატებით დებეთს განსაკუთრებით გვალვის პირობებში, რაც აქტუალურია და მოსახლეობას უფრო გაუვადვილდება, რომ თავიანთი სავარგულები მორწყონ და შესაბამისად მოსავალიც მოიყვანონ გაცილებით უკეთესი. მელიორაციის და მიწის მართვის გაუმჯობესებას რომ მნიშვნელოვანი როლი აქვს სოფლის მეურნეობის განვითარებაში, ამას არაერთი სახელმწიფო პროექტი მოწმობს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ უწყება ამ მიმართულებით მუშაობას მომავალშიც აქტიურად განაგრძობს. მელიორაციას და მიწის მართვის გაუმჯობესებას, ირიგაციას, დრენაჟს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება სოფლის მეურნეობის განვითარებაში და სამინისტრო გააგრძელებს ამ მიმართულებით აქტიურ მუშაობას. ეს ამ ახალი ობიექტის გახსნაზე ვიმყოფებით, მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვანი ობიექტი შეემატა ჩვენ სოფლის მეურნეობას და მიაწვდის წყალს ფერმერებს. მელიორაციაში მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ განახლებულიყო წყალსაცავი და მოხდარიყო მისი რეაბილიტაცია. დღესდღეობით უკვე რეაბილიტირებულია მისი ტექნიკური ნაწილი, ეს იქნება ჰიდროტექნიკური ნაგებობები თუ წყალსაცავიდან გამანაწილებელ ქსელამდე მიმყვანი მილსადენი. 2012-2024 წლებში განხორციელებული სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტების შედეგად კახეთში დამატებით 20,000 ჰექტარზე მეტი სასოფლო სამეურნეო მიწის ფართობია წყლით უზრუნველყოფილი. აქედან 16,000 ჰექტარზე მეტი სარწყავი წყლით გაუმჯობესება მოხდა, ხოლო დრენირებული მიწის ფართობის რაოდენობა 8,725 ჰექტარია.